მიფასო მეყავრო მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ნიკა მელია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მოგვიყვებით. როგორ ხარ? არა გვიშავს, უკეთესადაც შეიძლება ყოფნა. კეთილი და პატიოსი. აი თვითონ სიტყვა კეთილს რო ამბობ ხო რაღაცა ის უხერხული ხო არის კეთილი და პატიოსანი რო ვიხმარო რა. არა. ხო, კაი. პრემიერ-მინისტრი თუ იცნობ ახლოს კარგად? საკმაოდ. როგორი ადამიანია? 7 გაწონასწორებული, უშფოთველი. აი, დინჯიკაცია. ეს აქ უკნიდან უსაფრთხოა. რაღაც მაინც უკან არავინ არ ყავს ისეთი არავინ არ ყავს. იცი რა უნდა კითხო? ეხლა ეს პრემიერ-მინისტრის გინება ხო გახსოვს შენ? ხო და მაგას ზედმიწევნით კარგი. ხო, რა შეგრძნება ქონდა? პირველი შეგრძნებები როგორი იყო? გაბრაზდი, ცოტა რაღაცა დაიძაბე თუ რა? არა, სხვათა შორის არ გაბრაზებულა, ვინაიდან რაღაც დაპირების სახე ქონდა ამ ფრაზას და ხა არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რაღაცა ეს ასრულდება. ამიტომ სამშივე არ მინერვულია. შემდეგ პრემიერ-მინისტრს მამა მაჩუკა $50,000. ხო, გავიგე. კი, და შენ რატო უფრთხილდები მამას ჯიბეს ვერხდები რა. ბორჯომში ისეთი რაღაცები აკეთე, ერთი 100,000 კი უნდა გაიქნიოს აზორი. რა, ყველაფერი წინ არის. ერთი წელი მოიცადე რაღაც ბანკის კრედიტს დავფარავო და მე გასაგებია. კაი, მოდი დავიწყოთ ეს ბორჯომის თემაზე სანამ გადავალთ, ახლა სულ აი რაღაცა ესე ამბებში ხარ სულ გახვეული რა. და მაინტერესებს აი პოლიტიკაში რაც გამოჩნდა, ანუ გასაგებია, მაგრამ აი ბავშვობაში ზოგადად ჩხუბისთავი ვიყავი თუ არა? არა, ჩხუბისთავი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ ყოფილა. ეხლა ალბათ ყველა ბიჭს ქონია დღეები, როდესაც აი სახლიდან გასვლისას როდესაც მოწაფე იყო, წინასწარ უშვებდა, რომ შეიძლება ჩხუბი მოხდარიყო ან პარალელურ კლასელებთან, ან კლასელებთან, ან პარალელურ კლასელებთან, სკოლელებთან, სხვა სკოლელებთან, ან გაგრძელება ყოფილიყო წინა დღის ჩხუბისა, ხო? მაგრამ უცნაური ისაა, რომ მრავალი წლის შემდეგ არის დღეები, როდესაც სახლიდან იგივე განცდით გამოვდივარ. იგივე ხა პარლამენტის წევრი ვარ. ეხლა სიმართლე გითხრათ, ყოველთვის განსაკუთრებით როდესაც რეგიონში გავდივარ, საკიძე ერთი წყვილი, პიჯაკი და პერანგი ყოველთვის მაქვს. მანქანაში. ვინაიდან ხო ყოველი შემთხვევისთვის რომ უკან ჩამოსვლა არ მომიწიოს გამოსაცდელად თბილისში. ხო, ნუ დახეულებით ხარ იული მე ხო უხერხულია. აი, რა ამბები ჩაატარეთ ეს ბაკურიაში? რა იყო, რა არის ამ დაგიბნელად გონება ესე? აი, რამ დაგიბნელად გონება და რა ჩხუბები და რაღაცები გამიმართეთ? გამაგებინე რა. სამაგიეროდ ბაკურიანის გამგებას გაუნათ და გონება და მეუბნებიან რომ უკეთესად მუშაობს ხა და ამიტომ მე თუ დამიბნელ და ვიღაცას გაუნათ რა. ბაკურიანის მოყევი რა, როგორ მოხდა, რა იყო? ანუ თავიდან რომ ჩახვედი და ასე შემდეგ რა. ნუ ეხა ჩავედი დაახლოებით 6 საათზე. 6 საათზე და ნუ ნახეთ ის რაც ნახეთ. ხო. და ყველაზე უცნაური იყო ის რომ მე არავის აღარ უშვებდნენ იქ შენობაში. ან პოლიციის აცეთი თანამშრომელი არ ყოფილა და არავის არ უშვებდა და ერთადერთი ადამიანი ვინც შემოვიდა იმ ოთახში სადაც ჩვენც რეალურად ტყვედ ჩავარდით. ანუ მრავალი ოთახი იყო, ეს 4 ოთახში იყვნენ სხვადასხვა ტყვეები. მე ამ რაღაც სტომათა დარბაზის ოთახში ვიყავი, რამდენიმე მეგობართან ერთად, სულ-5 ვიყავით და ოს მოულოდნელად არავის არ უშვებდნენ პირდაპირ სულ პასუხისმგებლობით, ერთი ადამიანი მთელი 10 საათის განმავლობაში და ერთადერთი ადამიანი რომელიც შემოვიდა ჩვენი მეგობარია პარტიის წევრი ბესო გაზდელიანი. რომელიც წესით და რიგით თბილისში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ნუ რო ნახა ჩამოვიდა და რო შემოვიდა, გამიკვირდა, ხო უცბად ვიფიქრე, ხო რა მოხდა ხა ხო იმათ ხარეს ყոր გადავიდა, ანუ პირველი კითხვა რაც დაუსვი, როგორ შემოხვედით ხო? მაგრად გლანძღეთო. აი შემოსვლისთანავე იქ იყო 4 კორდონი და ნუ სად არიან ეს ნაძირალები, სად არიან ნაციონალები და ყოველი კორდონის გავლის შემდეგ ამ ეპიტეტებს ამძაფრებდა და სიამოვნებით შემოუშვეს და შემოვიდა და ბოლომდე იყო ჩვენთან. ნუ დანარჩენი კი ნახეთ ეხლა რაც ხდება. ბაკურიანის გამგებელი ამბობს რომ ხელი არ დამირტყიავ. შესაძლებელია ასე იყო. მართლა როგორ დაინახე რომ მაგან დაგარტყა. ეხლა ჩვენ კი კადრებში ჩანს რომ რაღაც დაგარტყა. უკნიდან ეს ტყაპუნის ხმა გავიგეთ.
იცი და აი რო გაჩერებულიყო შესაძლოა მოტრიალებისას რომ ეთამაშა თითქოს ის არ იყო ის ვინც დამარტყა შეიძლება ვერ მივხვდრილიყავი მაგრამ რომ გარბოდა მივხვდი რომ ის არის და უბრალოდ დავეწიე მოვახერხე დაეწიეთ რო გაჩერებულიყო მე არა რო ეთქვა არაფერი არ მოხდებოდა ხო არა თვითონ იძახის რომ მე არ დამიშველებდიო და ფაქტიურად ისე გამოდის რომ გაშველებდათ კაცი და ჩვენ დაესხით კაი მაგრამ პოლიცია არ იყო ხო რე პოლიცია მოვიდა დილის პირველის ნახევარზე ანუ 12 საათზე დაიწყო დღის 12 საათზე იქ თავარი გამიშვი გამატარე და მოვიდა პირველის ნახევარზე პირველი პოლიციელი რომელიც გამოჩნდა წამოდი რამდენი საათ 12 საათზე მეტი კი მაგრამ აი რაღაც საჭმელი არ გინდოდათ რაღაც არ გინდოდათ საჭმელი იქ საკვები რაღაცა თოკით ამოგვაწოდეს და მე პესო გაზდელი ამ შემოგვიტანა რომელიც შემოვიდა გაგინებდა ლანძღავდა თან და შემოდიოდა მაგრამ ეს მარტო რო ჩახვედი ვინმე ესეთი არავინ ყავდათ კაცო პარტიაში ეს მარტო რო ჩაქანდია ვინმე ბრგე კაცი რაღაცა თასავით კაცი რო წავიდა მათაშ შორის ბედზე არიან გადარჩენილები რომ რომანი არ მოხდა გოცირიძე ბედზე არიან გადარჩენილები ბატონი რომან გოცირიძეს ასე თქვა უნარჩვევები ასეთ ვითარებაში ძალიან შორს არის ხმები გავარდნილი მისი მაგალითად პარლამენტში ხშირია შემთხვევა იცით რომ ძალიან ბევრი არიან ხო ოცნების დეპუტაცია ძალიან ბევრი ხო 115-ნი არიან და სპორტსმენებიც უხვად ყავთ და ისინი როდესაც ახლა მაგიდაზე ხელებს აბრახუნებენ სიტყვით როდესაც გამოდიხარ ყოველთვის ცდილობენ რომ ხელი შეგიშალონ და აზარტში რო შედიან და ეშხში ჩხუბისთვისაც მზად არიან და მე მათი გამკავებელი არავინ არ არის არც ერთი მანდატური ერთადერთი ადამიანი ვისაც ეს შეუძლია არის ბატონი რომან გოცირიძე და მისი მობილური ტელეფონი. ანუ მობილურს იღებს? აი როგორც კი ისინი ხმაურობენ ბატონი რომან გოცირიძე დგება თავს Facebook Live-ს და უღებს. და ამ დროს ისინი ცდილობენ რომ მოიქცენ ისე ვითომ ნუ არაფერი არ ხდება. ძალიან ამართლებს. ხო, ჩვენ გამოიღებს, გადაიღებს და ჩვენ წყნარდება მე. ხო, რატომღაც რომან გოცირიძის მობილურის ეშინიათ, არადა ეხა უამრავი კამერა მუშაობს ეხა იქ. ხო. ახალი თამაში გამოვიდა თუ იცი. ესეთი თამაში არის გამოიცანი გამგებელი რა. ესეთი თამაშია რა. და ერთ-ერთი თავარი პერსონაჟი შედახარ დგები ზურგით და მოდის გამგებელი და გიტყავს ხელს. რა და უნდა გამოიცნო ვინაი ბავშვებისთვის თამაშია რა სპეციალურად ბავშვებისთვის გააკეთეს და სპეციალურად თუ ოდნავ დაგარტყა, ნუ ეს უკვე ბაკურიანის გამგებელია. აი თუ ცოტა მაგრა ჩაგარტყა ესე იგი ისო მარნეულის მეერი შეიძლება. ნახე. აი მარნეულში თუ ჩავალ აუცილებლად ბატონ რომანთან ერთად ჩავალ. ფინალში გხვდება. ფინალში რო გხვდება ეგრა. მქონდა მონოლოგში მაგაზე ხუმრობა. სხვა რეგიონებში გეგმავთ მაგალითად ახლა ჩოხატაურში არის ესეთი ინფორმაცია რომ მაგას 6 მილიონიდან 4 მილიონი მარტო ხელფასებში მიდის და 2 მილიონი სახმარენ ხალხს. არა მარტო ჩოხატაურში, ჩოხატაურშიც იგივეა. წალენჯიხაშიც 7 მილიონი ნახევარია, წარმოიდგინეთ ახლა ბიუჯეტი 7 მილიონი ნახევარი, აქედან 5 მილიონი ნახევარი იხარჯება ხელფასებში და საწვავში, ადმინისტრაციულ ხარჯში და ასე შემდეგ. ახმეტაშიც იგივე 7 მილიონია და 5 მილიონი ხელფასებში. ანუ რეალურად გამოდის მარტო აი 2 მილიონს ხარჯავენ მოსახლეობისთვის და ნუ იქაც ახლა ტენდერებს თუ მივიღებთ ხედელობაში რა ხდება. კი, ჩავდივარ ახლა აქტიურად ვაპირებ სხვათა შორის გასვლას რეგიონებში. ითიდად ხარ ტრანსპორტი. ძირითადად მანქანით, მას საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მაგალითად ახლა შეიძლება ახლა ხაშურში მეტროსადგურთან ვართავ ხოლმე შეხვედრებს ჯიხურთან და თუ არ აიღეს ეს ჯიხური აგზალეს ჯიხურები და ალბათ არსებულსაც აიღებენ. მთავრობა გვეუბნება თურმე არსებობს მეტრო ხაშურში და იყალთოში და აეროპორტი ხულოში. არა, მართლა მაინტერესებს ეგ რა შაბლონები აქვს დარიგებული? სერიოზულად მაინტერესებს. აი, როგორ გითხრათ, წარმოიდგინეთ, ეს ახლა არც ერთ რაც არ უნდა არა კომპეტენტური იყო, ნუ კითხვა ყველა მიცის და წაიკითხავენ, ხო, მაგრამ არც კი კითხულობენ. ხო, რა არის? ფილისიდან შაბლონურ დოკუმენტებს აგზავნიან და მე ამას გაიტანენ საკრებულოზე, რამდენიმე საკითხად და კენს უყრიან და გააქვთ და იღებენ გადაწყვეტილებებს და მე ვიღაცა ნახავს ალბათ, ნუ ან ლევან ხაბეიშვილი ან ვიღაცა ამოაგდებს და მე ტყდება ამბავი. მაგრამ რეგიონებში ამასთან ერთად მინდა თუკი რამემ შემძრა უკანასკნელ პერიოდში და თუკი რამემ შემაშფოთა ან აღმაშფოთა არის ის რომ ბატონი ივანიშვილი მხოლოდ 100 მილიონით გამდიდრდა. იყო ეგ ინფორმაცია 100 მილიონით გამდიდრდა შარშან და ფული აუცილებლად უნდა შეუგროვოთ.
ცოტა რა თქმა უნდა ხა მისთვის 100 მილიონი მისი მასშტაბით ცოტა წელიწადში ნამდვილად. ეხლა ვიცი რომ სამეგრელო აგროვებს აჭარადებს, კახეთიც დადებს, იმერეთიც დადებს. ერთადერთი გურულებსაც უნდა და მთელი გურული და სულით, მაგრამ აი ეს ღორის სპერმის ვალი აღჭობ თავრობის გამო და წელს ალბათ ვერ დადებენ ფულს. არა რა არის ფათაშორის ეს ღორის სპერმაზე ნუ რეალობაა, ნახეთ, ხო სერიოზული მსჯელობა მიმდინარეობდა ოზურგეთის საკრებულოში და სიამაყით ავივსე, ოდესაც ნუ მართალია ჩვენმა ხელისუფლებამ აიღო არაერთხელ შიდავალი, საგარეო ვალი, მაგრამ არასოდეს არ აგვიღია ღორის სპერმის ვალი. და ანუ მომდევნო თაობებს სამომავლოს არ დაუტოვეთ ეს ტვირთის აზიზდა და ვალი გასასტუმრებლად ეს საამაყო თუ აქვს ნამდვილად. თქვენ დროს ღორის სპერმის ვალი არ ხო შიდა და საგარეო ვალი დაუტოვეთ ეხლა ეს სიმართლე უნდა ითქვას. რაც მართალია, მაგრამ იქ გასაგებად თქვა ენძელა მაჭავარიანად. ბიძინა ივანიშვილს რო ახსენებთ, პირში წყალი გამოივლეთ. ხო, აი, ხო გავაკეთე. ფათაშორის ხო, კი. კარგი, საპრეზიდენტო არჩევნებზე მინდა გადავიდე. საპრეზიდენტო არჩევნებზე ნუ თქვენი კანდიდატურა არ ვიცით და ზოგადად რას ელოდებით, არ ვიცი, ატყობა გაერთიანებას ელოდებით. თუ გამოგვივიდა, რომ მაინტერესებს საქართველოს უფრო მალე გაერთიანდება თუ ოპოზიცია, ეგ მაინტერესებს რა. ალბათ საქართველოს. ხო, გასაგებია, ეგ ხო, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებზე რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენ ამა თუ ინფორმაციით მივიღებთ აუცილებლად თუ გამოვიდა საერთო ძალიან კარგი იქნება. თუ არა და ნუ გავალთ ჩვენი ფალოვანით აუცილებლად ამ არჩევნებზე და ნუ დაუპირისპირდებით ქალბატონ თეას ან ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. სხვათა შორის რატომ უსირებს თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი. ხა ბიძინა ივანიშვილი, ოღონდ ამას სერიოზულად ვამბობ. სერიოზული ამბავე, სანდო წყაროდან აქვს ეს ინფორმაცია. ბატონი ივანიშვილი ეძებს ფრანგულენოვან პრეზიდენტს. ანუ კანდიდატს რომ გახადოს პრეზიდენტად ფრანგულენოვანი ქალბატონი. არა, სერიოზულად ვამბობ. ვინაიდან ხა მას იცით რომ ბიზნეს წილები აქვს საფრანგეთში, მოქალაქეა საფრანგეთის, Carrefour-ს ფლობს და სხვა წილები აქვს სხვა კომპანიებში, მისი შვილი უჩა იქ ასე თქვა საქმიანობს, რაღაც სასამართლო პროცესები აქვს, ვიღაცა უჩივის იქ თაღლითობაზე შემდეგ და ჭირდება ადამიანი წარმომადგენელი. ეხლა ცდილობს ალბათ პრეზიდენტი გამოიყენოს პირად ოჯახის ელჩად საფრანგეთში. და წარმოიდგინეთ რეალურად რომ მოხდეს ეს ბანკში რომ მივა საქმის გასაკვირვად ივანიშვილის პრეზიდენტი ქვეყნის. ამიტომ ნახოთ როგორ გამოვითარდება. არ ხუმრობა. ამ ნაწილში სრული ექსკლუზივი გაქვთ ჩათვალით. მართლა ეს არის ექსკლუზიური ინფორმაცია. ეს ექსკლუზიური ინფორმაცია. საიდან იცი ამ? ნუ ვიცი, პატარა ცირეერი ვარ, პატარა. ხო არა, მოგაწოდეს ესე იგი ინფორმაცია კიდე. ნამდვილად, კი. გასაგები. ამას ჩავსვათ ეხლა ანონსებში რაღაცებში დავატრიალოთ. კარგი. ახალ ინიციატივაზე მინდა გესაუბროთ. აი მაგალითად ეხლა არის ახალი ინიციატივა ძალიან მომეწონა. სხვათა შორის მეოთხე შვილზე ხო ერთი ყავს შვილი, ხო? კი, ერთი მყავს. მეოთხე შვილზე 20 ლარიანი საჩუქარი მთავრობისგან ყოველთვე და 10 ლარი მეხუთე შვილზე რა. ანუ თქვენ ანუ ხო, ამაზე რა ვიცი. ის მუშაობა, ანუ კი, შემოიტანეს პარლამენტში ეს ინიციატივა. რა ვიცი, რა უნდა გითხრა, რა შეიძლება ითქვას. ეხლა რამდენიმე დღის წინ, თითქოს ყოველდღე მოდის ალბათ უმრავლესობა თქვენგანაც მოვიდა, მეც მომივიდა SMS-ი, სადაც ნათქვამი იყო, რომ იყიდე მაცივარი და მიიღე საჩუქრად ლეპტოპი. კი, ეგეთი SMS-ი მოხდის კი. წარმოიდგინეთ, ეხლა ტექნიკის მაღაზიიდან. ეხლა მაღაზია რო გაჯობებს ეხლა თავრობას. ეხლა არ არის მაინდა-მაინც სახარბიელო ვითარება, ხო? ეხლა მეოთხე შვილზე 20 ლარს ჩუქნი და აგერ მაღაზიამ ჩუქნის ლეპტოპს. იგი ალბათ ერთი $200, ხო? ეს არის. ეგ არის ხო აი და შედარება რო გავაკეთოთ ეგრეა რა, ლეპტოპი უფრო ძვირიღის გასაგები. კაი შედარება იყო, მომეწონა. რა მინდა კითხო, იცი? ზოგადად ახლა თქვენი აქტივობები რა არის? სამომავლო რა, ზოგადად ისე მაინტერესებს სერიოზულად. სამომავლო აქტივობები ძალიან ბევრი ინიციატივა გვაქვს, რომელიც მუშავდება რითიც უნდა გამოვიდეთ და ძალიან აქტიური მუშაობა ამომრჩეველთა რეგიონებში გასვლა, რაიონებში, სოფელ-სოფელ სიარული და შემდეგ. ხო, გასაგები, მაგრამ იცი რა მაინტერესებს? აი, სააკაშვილის კადრები ვნახე ამასწინათ. ზღვის სანაპიროსთან რო იქცევა. ეგ ფოტო ის არის, ფოტოშოპია?
მე მგონი კლიპი იყო უბრალოდ. ეს რეალურად წაიქცა, ესე ჩვეულებრივად, რეალურად ამ ხელა კაცის ჩვეულებრივად, მე მეგონა რომ ფოტოშოპი ან მონტაჟით იქცეოდა თუ რა იყო. არა, მე მგონი რეალური კადრია. რეალური კადრია. და რატო წაიქცა? კითხეთ მას, მე მგონი საინტერესო იყო. კი, საინტერესო კი იყო, მაგრამ რო წაიქცა ეს საინტერესო იყო და ამიტომ კითხეთ თუ რატო წაიქცა. იმის შემდეგ ბევრი წაიქცა ფოტოშორის. მას შემდეგ რაც ეს გააკეთა, ბევრმა მიბაძა. გასაგებია, კი ბატონო. კარგი, იცი რა უნდა კითხოთ ახლა? ახლა მე პროდიუსერი მანიშნებს ბატონ ნიკა, რომ ჩვენთან შენობაში არის მოსული პოლიციის თანამშრომელი, რომელთაც არ ვიცი, შემოსვლა უნდა გადაცემაში, არ ვიცი რატო რა თემასთან დაკავშირებით. თქვენ თუ იქნებით თანახმარ, ეთქობა ალბათ რამე ინციდენტი ხო არ მოხდა კულისებში, ხო არ იჩხუბე? რა. ხო არ გიჩხუბია? პატრული თქვენ გამოიძახეთ? არა, თქვენ არ გამოიძახეთ. როდის? პატრული ჩვენ არ გამოიძახეთ. პატრული თქვენ გამოიძახეთ, არ ვიცი, გამოიძახება იყო. არა, ჩვენ არ გამოიძახებია. არა, აქ არ ვიძახი, ბორჯომში გამოიძახეთ პატრული. ეცე. აგე ბატონი, ვიცანი, კი ბატონო. მე ბორჯომში როდის აბათმა გამოიძახეს პატრული. დაბზანდი, გენაცვლე. ბოევიკებს როგორ ვართ? ბოევიკებო. დაგაგვიანდათ მე მგონი. არა, გამართული ქონდა ტელეფონი, ბლოდერი ჩავრთე შემოიყარა ის ზარები ახლა რაღაცა. კი, მაგრამ რამდენი ხანი ქონდათ გამართული ზარები? 6 საათის მერე მიხვედით? ვიცი რა იყო, ჩაგვეძინა ახლა, ჩემო კარგო, ჩვენ ხედა გამომუშავდა ადამიანები, თქო რობოტები ხო არა ვართ ეს პატრული, ხო ჩაგვეძინა. რა სხვა, კაი, შენ ჩაგეძინა მთელ პატრულს რანაირად ჩაგეძინა? ნუ ახლა ისეთი ტკბილი ზარი შემოვიდა, რომ ჩაგვეძინა. ეგ სხვა თემა არის, ჩემო კარგო. უბრალოდ ინციდენტი მოხდა რაღაცა და ესე ყოჩახ ამ ნაციონალებს ნიკა ჩემო რა ვიცი სტივენ სიგალთან დადიოდით ვინ გამზადებდათ მე არ ვიცი ესეთი მონაცემები ყოჩახ თქვენ რა წელს დადიოდით არა ხო ისე ჩემო კარგო მე ერთი რაღაცა მინდა გავაკეთო რომ ეხლა მინდა სწრაფად მოვაგოროთ ეს ამბავი გამოძიებას რაც აინტერესებს თუ მე არც ოპოზიცია ვარ არც პოზიცია ვარ ორივეს პატივცემ მიგალკებით აგერ კოჰოპეტაციურ მაქვს იმაზე. ლურჯიც ამაქვს, წვანი წითელიც ამაქვს ჩემო კარგო. ეხლა უბრალოდ ისეთი დრო მოვიდა რომ ლურჯს უფრო ხშირად ვანთებ ჩემო კარგო. ესენი არიან და რა ვქნა ჩემო. მე ეხლა წესით ჩემო კარგო ბევრი კითხვები მექნება, მაგრამ ფორმალობებს ავერიდები ნიკა ბატონო, რომ გამოძიება რაღაცა მაინც სწორად წავიყვანო და ძალიან მოკლედ და უცებ გაგიშვებთ რა გავალ რა ბევრს შეგაწყეთ არ გამიშვეთ მაინც ხო არა მე ვეცდებ თო არა წესით ეხლა როგორც არის ჩემო ბატონო უნდა გაკეთდეს თავზე ანაბეჭდი მე ექსპერტიზაზე გადაიგზავნოს ეს ანაბეჭდი თავი უნდა დაილუქოს ესეთი პროცედურებია ეხლა ჩემო კარგო და მე ორი კვირა ელოდო პასუხს ორი კვირა უთავოციარული გაკეთდა ხოდა ახლა მე ვეცდები რომ მოკლედ ისა პატარა კითხვებს დაგისვავ რომ უბრალოდ ლენტი ხარ შეიძლება თავზე ხო არა ხო უბრალოდ შედარებისთვის რომ გამოძიება საინტერესებს ეს როცა მოხდა ეს ჩხუბი თუ რაც იყო იმა ხელი რომ ჩაგარტყა მე მაინტერესებს ხმა როგორი იყო აი ბათქვანა ეგეთი ხმა ხო არის არა არის ხო ეგეთი ბათქვანა არის ესე იგი მუშტი გამოერიცხა ჯიბლაც ეგეთი ხმა ხო არა არც ეგეთი არა ეხლა გეცინებათ მაგრამ გამოძიება შეიძლება ბაბათი ძალიან უცნაური შემთხვევაა ჯიბლაც არისო არა ასე ძიმე საგანიც გამოერიცხა ეს გასაგებია ტყაპ აი ეგეთი ხმა ხო არისო კი უფრო ეგეთი ტყაპანი იყო ხო უფრო აჰა გაშლილი ხელი ჩაურთავს ასაგებია კი ბატონო ეს უკნიდან მოგეპარა და ისე ჩაგარტყა იმ გამგებელმა უკნიდან მოგეპარა ეთყობა ახლა შენს თვალები ქონდა დახუჭული დემანა წინა და უკანა ვეღარ გაარჩა რა ვიცი ახლა რავი პრიგოლები ხარ რა გავაკეთე ეგარი ადამრე ჯუში ვარ მე ისე კაცო მელია შენახარ და ის როგორ მოგეპარა ეს შენ ჩასვი მე ვანო იუმორში მე არ ვიცი თქვენი წინი გამდები ო ჩასვი იუმორში როგორც არ მე არ ვიცი ჩემო კარგო აქ ყველგან მელია ჩხუბია მელია სკანდალია მელია შეკლა შემოხლა მელია
არ ვიცი მოგობ გული მткиვა კაცო უკვე მოკუდია მასპირინის სმით კაცი მაგრამ რა არის ბატონო ასპირის რატოსავთ მე წადით გულის ეკიპთან მე თუ ჩემი ძმა ხარ დაწუნებული ვარ იქაც მელია არ მინდა კაცო არა აშკარად მე შეკაი კაცო მართლა ლაპლაპა თავით რო დადიხარ მაპატიება პროვოკაციაზე რატო მოტიხარ არ ვიცი ახლა მე ჩემო თქვენი საქმე თქვენი პოლიტიკა მე არ მე ახლა მე რასაც გიყურებთ ბიძინას საბის მეტი არაფერი იცით ბიძინა მარტო ბიძინას ლანძღვაში ხარ ჩემო კარგო და ბიძინა მაპატიეთ ვისაც ახსენებთ ბიძინა ჯერ პიში წყალი გამოივლეთ მე რა ისაკ ეგ რა არის არაფერი ეს უწყებაში დაგვირიგეს ის არის ბიძინას სახსენებელი აეროზოლია ალა კარგი არა კაი რაღაც არა მე პიტონის იდი აი რაღაცები არ ვიცი რა თქვენი ცილით მე მუშაობ თუ როგორც არის კაი მოდი დიკა ჩემო წავედი ჩემო მადლობა თქვენ ბოდიში წავედი მოკლედ ეხლა მომისმინე სახეზე ხომ მიყურებ კარგად ო კარგად დამიმახსოვრე კარგად დამიმახსოვრე საჩე ხვდებით ერთმანეთს მე არ ვიცი მტრისას ჩენი მოშტი და მაინც სახეზე კარგად იცოდე ვინა ვარა აბა კარგად ჩემო კარგად მზადე ბოდიში უნდა შეგარ კარგად მზადე იმ პატარა დაკითხვა გამოვიდა რა ეხლა რა მართალი ადვოკატის გარეშე იყავი მაგრამ გამოკითხვა გამოვიდა რაღაცა ინფორმაცია მაინც მივაწოდეთ რა და ნუ რა ეთყობა შევატყვი რომ ობიექტურად გამოიძიეს ობიექტურად გამოძიების კი ამბავია რა მოკლედ რა ვიცი დიდი მადლობა მადლობა მინდა გადაგიხადო მობრძანებისთვის წარმატებები გისურვებთ და რა ვიცი ჩხუბებს თუ აპირებ კიდე წინასწარ გაგოფრთხილე რომ ჩვენც რაღაცნაირად ყურებისთვის რომ მოემზადოთ ხალხი დავჯდეთ პოპკორნი რაღაცებს ვიშოვით რაღაცა ჩვენც იმედია აღარ მოხდება თუმცა შანსი ამისი ხო მაღალია იმიტომ ჩემთვის ცოტა აბსურდი იყო ის ამბავი რომ აი მაგალითად ბორჯომში ოპოზიციას უმართავდა აქციას პოზიცია აი ეს ეს ნუ ძალიან ფათაშორის ხო ათლიან და არსი შეცვალეს საპროტესტო აქციების შინაარსი შიგთავსი შეიცვალა ანუ რას ნიშნავს ხელისუფლება აწყობს აქციებს ოპოზიციისადმი რა ხო არარსებული მოვლენა არის შეიძლება არ ვიცი შეიძლება რეფორმაა ეს მათი არ ვიცი რეფორმას ახორციელებენ და ატარებენ და რა პილოტური იყო ბორჯომში რა საპილოტო ჩვენება იყო შეიძლება თბილისში ვიხილოთ ბატონი პრემიერ-მინისტრის გავს აქციაზე ისე კი ბატონო წარმატებებს დიდი მადლობა კამელია იყო შენი გასული